ფერდი, რომელიც გლდანის რაიონის მცხოვრებლებს მეწყრული პროცესების განვითარების საფრთხეს უქმნიდა და გამაგრდა, საუბარია ლიბანის ქუჩის 6 ნომერზე. სამუშაოები 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასახლებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა საპრევენციო ზომა გადარდა, თუმცა ამავე რაიონში, ისევე როგორც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, კიდევ რამდენიმე მეწყერ საშიში ზონა. შესაბამის რუქაზე მოხვედრილ ტერიტორიებზე სპეციალისტები საპრევენციო სამუშაოების დროულად ჩატარებას ითხოვენ. თბილისი რელიეფიანი ქალაქია, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქში გარკვეულ უბნებში მეწყერ საშიში ზონები არსებობს. ეს ყველაფერი მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ასახულია. პრევენცია კი სამშენებლო უსაფრთხოების დაცვა. ერთ-ერთ ასეთ საფრთხეს მეწყერი გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩის 6 ნომერში მცხოვრებლებს უქმნიდა. თუმცა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. ტერიტორიაზე მეწყერ საშიშ ფერს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა და ადგილობრივებისთვის ის უკვე საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდით და აღნიშნულ პრობლემაზე ვისაუბრეთ, მაშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ დროულად ამ ყველაფერს მოყვებოდა შესაბამისი რეაგირება და დავიწყეთ პროექტის განხორციელება. პროექტის მთავარი მიზანი მეწყრული პროცესების პრევენცია და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა იყო. ტერიტორიის გეოლოგიური მდგრადობის დეტალური შეფასების შედეგად გამოიკვეთა გრუნტის მდგრადობასთან დაკავშირებული რისკები, რაც გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებდა. გლდანის რაიონში ლიბანის ქუჩის მიმდებარე ფერდზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება მარტში დაიწყო და ტერიტორიაზე რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა სახის პრევენციული ღონისძიება გატარდა. ზუსტად მეწყერ საშიში ფერდის ქვემოთ მდებარეობს 119 სკოლა და მიმდებარე ტერიტორია განაშენიანებულია. შესაბამისად, იქ უსაფრთხო გარემო შექმნა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა. აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯა. ჩატარდა შესაბამისი კვლევები, შეზღუდული იქნა ჩვენს მიერ პროექტი და უკვე განახორციელეთ სამუშაოები, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები, მოეწყო ხიმიჯოვანი კედელი, დატერასდა ფერდი, მოეწყო სადრენაჟო სისტემა, რომ ამ ფერდის პრობლემა აღარ შეექმნას და აღარ ჩამოიშალოს. რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს სამუშაოები, ეხლა სრულიად დასრულებულია და მიმდებარე ტერიტორია არის სრულიად უსაფრთხო. აღნიშნულ მისამართზე მეწყერ საშიში ზონა იყო, რაც წარმოადგენდა ჩვენი რაიონისთვის, პირადად ჩემთვის როგორც გამგებლისთვის ერთ-ერთ დიდ გამოწვევას. შესაბამისად, სამსახურის მიერ ახორციელდა აღნიშნული პროექტი და მოეწყო შესაბამისად ფერდის გასამაგრებელი სამუშაოები და ყოველი ზემოხსენებული სამუშაო არის განხორციელებული ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ასევე მოგეხსენებათ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არის საჯარო სკოლა და დღევანდელი მდგომარეობით საკითხი არის მოგვარებული. თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით დედაქალაქში მეწყერ საშიშ ტერიტორიას ვაკის რაიონში, ჟვანიას ქუჩის ზედა ნაწილი და ვაშლი ჯვარში გარკვეული ადგილები მიეკუთვნება. ასევე გეოსაშიშროების რუკაზე მეწყერ საშიშ ტერიტორიად გლდანის რაიონში წორწორასხევის მიმდებარე ტერიტორიაც მოხვდა. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ დედაქალაქის რელიეფიდან გამომდინარე მეწყერ საშიში პროცესების განვითარება მოსალოდნელია, თუმცა ამის პრევენცია შესაძლებელია. გეოლოგიური და ზოგადად მორფოლოგიური რელიეფის კვლევის თვალსაზრისით დგინდება სად არის მეწყერი, სად არის მცოცავი ქანები, სად არის რთული რელიეფი, სად არის ქანები ძალიან დიდი, სადაც წოლითი ქანების მიმართულება თუ ემთხვევა დახრით მიმართულებას, იქ მშენებლობა ძალიან საფრთხილოა, იმიტომ რომ ყოველი ჭრა იწვევს მის დაცურებას. ასეთი რამ აი ვაშლიძვრის არეალებშია, ჟვანიას ქუჩის ბოლოში და არის თბილისში არეალები, სადაც აუცილებლად არის ეს გასათვალისწინებელი. ლიბანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია ერთადერთი არაა, სადაც პრევენციული ღონისძიებები გატარდა. ანალოგიური პროექტი ახალდაბისკენ მიმავალ გზაზეც მიმდინარეობს, სადაც მეწყერ საშიში ფერდის გამაგრება ხდება. სამუშაოების დასრულება 3 თვეში იგეგმება.